პოლიცია დამაშავებული კაცო, ამოწაკებული არა. მოკვდა ადამიანი თქვენს ოდიში, აქ ხალხო. სადა მანახეთ. გამოდით აერი მიაცით. ой, კაი, всё, გაჩერდა. ეს უნდა მისოებია. აი, ყარეს. აი, გასწა. აი, всё, გადადით იქეთ. გიო, სადა? გიო, წაიყვანე ბიჭო. გიორგი, სადა? გიო, სადა? ჩვენ ვიმყოფებით ახლა აჭარის მთავრობის აპარატის წინ. რამდენიმე წუთის წინ პოლიციელები დაესხა თავს აქციის მონაწილეებს. აქციის რამდენიმე მონაწილე არის დაზიანებული და ითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. როგორც ხედავთ, მშვიდობიანი პროტესტის დროს მოულოდნელად პოლიციელები თავს დაესხენ აქციის მონაწილეებს. რამდენიმე აქციის მონაწილე ფიზიკურად დაზიანდა. კრიმინალებმა მართლა დაგავხეს თავზე რა ეს საქმე არა აგერ დაბარ საქმე არა კაცი მემუქრება ოჯახის გასვლა საქმე არა და რა მით რა ისე მაგაცმა როგორ არა კაცო აგერ იყო პრესა მასმედიამ გააშუქა რას ლაპარაკობს არა თამიმან ისახ არა მე ყოფს არ დამიჩეს აი რა ერთი კვირის აკავია ყველა არის გააშუქდა რეაქცია ყურადღება პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევა ეს არავის არ ეპატრია პოლიცია რომელი იყო წინააღმდეგობის გაწევა? პოლიცია თუ ზედამხედველობის სამსახურის სისხლია რა. რა დაგმართა დივანიშვილია კაცო. ვინმე დააკავე? ერთი ბიჭი დააკავე პოლიცია თუ ზედამხედველობის სამსახურის სპიკერის დაკვირას ამდენი ამბავი ჭირდება? არ იქნება ეს რიჟუაძე მალე და მერე რაღაც იყო. პროვოკაციაზე ვინ გადმოდის?
დრამას შაინიძე არის. შეგახსენეთ, რომ მთავრობის აპარატის წინ რამდენიმე წუთის წინ მოხდა დაპირისპირება პოლიციასა და ჩვენს აქტივისტებს შორის, აქციის მონაწილეებს შორის, თავს დაესხა აქციის მონაწილეების პირდაპირ მნიშვნელობით პოლიცია. დაკავებულია, როგორც ვიცი, აქციის რამდენიმე მონაწილე, ამ დრომდე უცნობია ჩვენთვის მათი ადგილსამყოფელი. დამოკიდებულების ფორმატი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდებით. გააქვთ ეს არ იღებთ ვერცხებულო. უბრალოდ სამარცხვინოა, სტიკერი გაიგრა. ზედამხედველობის სამსახური ხართ, უგაცავთ, ზედამხედველობის სამსახური ხართ? ძალიან. ხაღადის პოლიცია. შენო პოლიცია ხარ, მე სამოქალაქო აქტივისტი. შენო პოლიცია ხარ. მანდა მაინც ბადრიესებუა უნდა იყოს, ხო ყველა? აი, რა სიჩქვილია, რა, ხო რა. აი, რა ზუსტად ხედავთ რასაც აკეთებ. აი, პარტიული ჟანდარმერია ხარ და არა პოლიცია, რა დიდი ბოტიში, მაგრამ ასეა. მე მისა? მე რატო არ მისა? რატო არ მისავ მე? ჩემი კვლევებს რატო არ მისავ? გიდა ეს ახალმახალი დვიჟვაზის გასწორების გამო, ერთი სტიკერის გამო ამ ჩვენია? თუ მუნიციპალური სამსახური ხარ, ჩვეულებრივი, რა სიჩქვილია ხალხო. რომელი მოქალაქისას მიუთითებ შენ დაკავებული ხარ და სამართალ დამღები ხარ და აღძევ და შეძლო არჩევნებზე კრიმინალთან ერთად გვერდი გვერდო თქვენი შეფასება ჩემი შეფასება არა პოლიციამ შემდგა 3000 არაჩვენებს მაგის შეიძლება დამნაშავე ადამიანი არა უწევს ძალიან კარგად იცი რა უწევდო დამნაშავე და კრიმინალი ყველა უკვე მე ვარ პოლიციელი ყველა უკვე მოდი რა მე ჩვენ ამ ძალადობის გადამიარა და იმას არ უყურე მარტო თქვენი რა ვთქვა მაშინ თქვენი წინააღმდეგობა არის გავედით პოლიციელები გაგდევ ყველაზე ლაპარაკები მურუსიტის ახამაკაზე გამოვაშვებიოთ გავედით ყველაფერი კარგადა არაფერი არ ადამიანს თავარი დამყარის ტიკეტი როცა გაარიდეთ ადამიანები და მოდი გარიდება გავაკეთოთ რა არ დააკავოთ რომ გამოუშვით ის ადამიანები გარიდებული არიან გაარიდეთ რა უბრალოდ ადამიანები არ დააკავოთ გამოიდ გარე დავай ყველას დოვრეკე დავай ახლა მაგელის წვალება ნახეთ გალახმდა ჩემი სამყარო დავай ყველა მეიყვანე და ახლა მოხსნან მე თუნდა დავай მეიყვანე დავай გადარაგეთ ყველა დავай დურეკეთ აგერ გეტყვია ვინც არის
მოარია ხო ბავშვს? იმას რომ რამე გაემართოს, აი მერე ნახე შენ. მერე ნახე შენ. ფეხები მირწყაო, ფეხები. ჩავარდნილ კაცს ფეხები ურთხეს. ფეხები ურთხეს. აი მან ზუსტად აი სამხედრო რომ აცი აი ბოლოში დგას, ნახე შესასვლელში. ნახე შეხედე აი პირბადეში. აი ეს მომეცი მაჩვენო და აი მახსოვრო. ჩავარდნილ კაცს ფეხები ურთხა. აი ამან. რომელი? მარტო ერთის კი არა ყველას ნავსე. შევიდა, შეიყვანის გარიდეს. რამდენ ხელს დაიმალეთ? ხვალ ვიცი და წავა და თქვენ აქ დარჩებით. აი მას მოერიე ხო? ხო ჩაფე გახობას. მოერიე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით აჭარის მთავრობის აპარატის წინ. რამდენიმე წუთის წინ აქ მოხდა დაპირისპირება, რასაც ქვია პირდაპირი მნიშვნელობით მოულოდნელად პოლიცია თავს დაესხა აქციის მონაწილეებს, ახალგაზრდებს. დაკავებულია ორი ადამიანი, რამდენიმე გახდა შეუძლოდ და საჭიროებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, მაგრამ ჩვენი ძალებით მოხდა ამ ხალხის გადაყვანა საავადმყოფოში. ამ წუთამდე უცნობია დაკავებული აქტივისტების გალდინმგებარეობა. იმის კაცობა რა ქონდეს გამოეთრეოდა გარეთ და ხალხს გაესაუბრებოდა. მაგრამ არ რაკეცია. ნამიკვარი. გადავედი. აკეთ გადავედი. ჩვენი დრო მოვა. მანდ რამდენი როგორც ხედავთ, პოლიციის თავდასხმის დროს კიდევ რამდენიმე ადამიანი გახდა შეუძლოდ და დაჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა. გამოდით ახლა გავითავისწრეთ. მოვიდა. ერთი ხალხი გამოვიდეთ თუ შეიძლება. გამოდის. ცოტა გევიციოთ. უცაში ფეხები ურკით, უნდა მუსოებოთ თქვენ. მოერიეთ, ხო? მოერიეთ. უცლის არეში აქ ტივილი და აი განთავისუფლეთ ახლა. Namussoebi este. ხედავთ ახლა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც დაშავდა იმ დროს, როცა პოლიცია თავს დაესხა მშვიდობიან აქციის მონაწილეებს. ერთ-ერთ მათგანს ახლა დაჭირდა სამედიცინო დახმარება და გადაყავთ საავადმყოფოში. როგორც გითხარით, დაშავდა რამდენიმე აქციის მონაწილე და გადაყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ.
არ გავიყვანე. აი ყოლება. ხოდა რა წესი გაურაგეთ ყველა. მოდი შენ გაურაგეთ ყველა. მოდი. აგია გაფიქრა ხელი. გადადი. გაურაგეთ ყველა. გაურაგეთ ყველა. მონებს რაუთ. აგერ ვინც გასად არის ყველა მონა. ვინცინას მონა. ახალგაზრდები მოვიდნენ, სტიკერებს საკრავდნენ კედელზე და პოლიცია ნაცვლად იმისა, რომ ამ ახალგაზრდების გამოხატვის თავისუფლება დაეცვა, რაღაცა სტიკერების ჩამომხევად მოგვევლინა და მოხდა ამას მოყვა ინციდენტი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაკავებულები არიან, ორი ადამიანია დაკავებული, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. ჯერ ვერ გვიდასტურებს პოლიციაც ინფორმაციას და პოლიცია დაკავების მომენტში ძალიან ცუდად მოიქცა ერთ ახალგაზრდას, რომელიც სასწრაფოს ყავს გადაყვანილი. 2-3 ნაბოზარი. ნახოთ, არ ვიცი, მეტი ინფორმაცია არ მაქვს. ახლა მეიყვანეთ ყველა ახალე, დავай. მთავრობის აპარატთან რატო? იმიტომ რომ ანტისაოკუპაციო განცხადებას ქალაქის ქუჩებში დაждებს მუნიციპალური სამსახურები და ქართული ოცნების აქტივისტები და ამაშია. ეს იყო ჩვენი პროტესტი. მოვედით ჩვენმა მოხალისეებმა მთავრობის აპარატის შენობაზე დაიწყეს ამ უწყინარი სტიკერის გაკვრა, რის შემდეგაც მოხდა შელაპარაკება პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის, ვითარება დაიწყება და როგორც ვიცი, ორი ადამიანი არის დაკავებული. შენი გამსდელი მოხდა. ჩუმა. არ შეიძლება მისი. აჩერდი ყველა, აჩერდი. არაფერი. დამოკიდებელ ჟურნალისტი ვარ. თუმცა მოწმობა. დამჭა. არ გამაშე. რაც არ გაქვს რა უნდა აჩვენო.
ვარდმანეთის სახლში წევიდეს და ის დააგრიოს უკანონო მშენებლობას. მოვიდა პოლიციამ დაიწყო აქე მაგარი ბიჭია ჩმორია ვიღაცა პროვოკატორი და მაგ ჩმორებში ცალკე გადავიეთ რა არ ყოფილი თავმოყარეობა აქ თავიდან გავაკრავთ აუცილებლად. ყველად გავაკრავ.
ესენი გახდნენ ქართული ოცნების ჟანდარმები, მეტი არაფერი. როდის მოვახსენე? აი სადა ერთი ზედამხედველობა ეს საფასური დაგვიჭერეთ აგარ მარტო დაგვიჭერეთ. სადა რომელიმე სადა ის კონცერტი სადა აი და დალაპარაკება მინდა. როგორ არა არა ნახედა მითაკ დადგენილება აქვს თუ რის საფუძველზე შენ რატო რაცა აგრესიულად არა აგრესიული ხარ ხო არა როგორ შენ კეთილი ინებე და მემსახურე მე მემსახურე მე ვარ ხალხი ეს არის მონა აკროძის არის მონა აკროძის არის მონა მე მემსახურე ჩემსგან ღებულობ ხელფა შენ ამისგან ღებულობ დავალებას ამისგან ღებულობ უკანონო დავალებას მე მემსახურე მე და აქციის მონაწილეებს შენი შვილებისთვის ვიფლი მე აქ შენი შვილებისთვის შენ ხელზე გამიშვი ხელი გამიშვი შეგელი ასება შენ იცავ მეტადონშიკის პროგრამაზე დამდგარ ხალხს რომელმა ჩაგიტარა არჩევნები ამას იცავ შენ გამიგე და ხელი არ შემახო მეორე ასე მელაპარაკე შენ თუ გინდა საუბარ და ხელი არ შემახო არ სიამოვნე შენი სიამოვნებისთვის არ ვარ მე მოსული აქ შენი სიამოვნებისთვის არ ვარ მოსული აქ შენი სიამოვნებისთვის არ ვარ მოსული აქ შეგავიგე შენ გაიგე ო მე გაიგე მონებს ემსახურები მონებს ემსახურები ჩვენი აზრია და პატრონი მონებს ემსახურები შენ მონებო დამალდეს გარეთ მაგინა გაიგო სტიკერის ვიკრა არის უკანონო და ვარდნაიძის სახლის მშენებლობა არის კანონიერი. და მუნიციპალური დარბის აკა. ხო, და ინსპექცია მოდის შენთან. ბიჭო ხალხს უკადავრიათ ბიჭო. მე როდის გამიწავე? მე კაჭები დაგეთქიდე ბიჭო. წამო ვარდნაიძისთან ამიდან და ის თუ კანონიერია. და ეს იყოს უკანონო, მოსულა? მინდია. ეს იყოს მერე უკანონო. აი დაკავებულებს როდის უშვებს მაინტერესებს რა ვიჩქარეთ ვადა როდის უშვებს დაკავებულებს და რატო დააკავეთ გერები არ ვიცი როგორც პოლიცია გვეუბნება სამი ადამიანია მათ შორის ჯელალ ქიქავა დაკავებული და ველოდები პოლიციისგან პასუხს რაზე დააკავეს და როდის უშვებენ რატო და სტიკერის გაგვისვრის და საუსამართლობა ვერ ნახენ იმაში რა ქვია აჭარაში და საქართველოში მოგზავნილ ზონდერებში და თურმე ჩემი ლაპარაკი არ სიამოვნო. სადა იმის შვილს დასაცავად გავარ. დაიცავეთ ეს მონებია. ვის ემსახურები? ვის მონებს ამას? ერთხელ არა მოუღიათ ხმა საერთოდ ქვეყნის დასასარგებლი. ერთი რო დააკავეთ მე და გაქიათ ფორმა. გაქიათ ფორმა და მე ფორმას არ ვიღებ. მე აგაკავ. ედოდა სიმიტაში ნებდები ვიზია ჩვენი დაკავება. დააკავეთ, ერთ დააკავეთ, ათი გამოვიდა. დააკავეთ. დაკავდნენ ასევე დაკავებულია ჯელალ ქუთავას. რამდენი პირია სულ დაკავება? და რის გამო დააკავეთ? რატო არ ამბობთ რა? არა, სტიკერის გაკვის გამო რო არ გავე. რატო არ ამბობთ მაგას რა? რატო არ ამბობთ მაგას? რატო არ ამბობთ? რატო არ ამბობთ? სტიკერის გაკვის გამო დააკავეთ ჩვენი აქტივისტებს რა? რატო არ ამბობთ მაგას? სიცხვილია ხალხო. ბიზნეს სურათებს მოგიტანთ და გააყარეთ. სახლებში გაიგეთ ფორმებს და დაიხსებეთ.
გაიხსენეთ საქართველოს დროშა რო გახდა გერბი. იწინას გერბი ახალი დაიწყებეთ სვირი პირი. ვიცი ვიტო, ვიცი და პოლიციამ საგაგულაჟე მივიდეთ. არ გამოუშვებენ ესენი მოყვანილი.